ბრალდებულის მოლოდინი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ზედმიწევნით გაამართლა. ციხეში ზუსტად იმ ვადით გაუშვა, რამდენიც 19 წლის საბაჯიქიამ ჯერ კიდევ 3 კვირის წინანდელ სხდომაზე ივარაუდა. გამამტყუნებელის გარდა სხვაგვარ ვერდიქტს რომ არ ცელოდებოდა, ეს დღესაც განაჩენის გამოცხადებამდე აღნიშნა. საბოლოო სიტყვის უფლება იმისთვის გამოიყენა, რომ არა მოსამართლისთვის, არამედ გულშემატკივრებისთვის და უწყვეტი საპროტესტო პროცესის მონაწილე მოქალაქეებისთვის მიემართა. რთულია იმის ყურება, როგორც ცდილობენ იძალადონ თქვენზე და ჩაახშონ თავისუფალი აზრი, მაგრამ ვხედავ, როგორ იცავთ თქვენს უფლებას. მე შინაგანი შიში მაწუხებს მაინც, რადგან მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა მომავალმა თაობამ მარცხის გამო გავკიცხონ. არ მინდა მომავალი თაობები დიქტატურაში გაიზარდონ. 4-დან 7 წლამდე მიწევს ციხეში წასვლა და ახალგაზრდობის იქ გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა. ახალი ოჯახი შევიძინე, ძალიან კარგი ხალხი გავიცანი. მე მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს რომ ცრემს ვხედავ თქვენს თვალებზე. გაიღიმეთ ჩემთან ერთად. განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ თავის მართლებით დაიწყო. 15 წუთიანი თათბირიდან დაბრუნებულს თან ჰქონდა გადაწყვეტილების ვრცელი ტექსტი, რომლის კითხვა ზუსტად 20 წუთი მოანდომა. ერთ-ერთი რითიც ვერდიქტი გაამართლა პოლიციელების ჩვენებებია, რომლებიც ყვებიან, რომ სპეცრაზმოზე თავდასხმის ვიდეო მტკიცებულებას Facebook-ზე სკროლვისას წააწყდნენ, გადმოწერეს და უფროსობას ამცნეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა საბაჯიქია იცნო კიდეც. მე განზრახ ვამოწმებდი მას, რასაც კითხულობდა, იმ ტექსტის დაკითხვას და სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დაჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ ჭედლიშვილის წაკითხული ტექსტის განმარტებას უფრო მეტი დრო დაჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს იმას ნიშნავს პირდაპირ, რომ ქალბატონო თამარმა საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები უკვე წინასწარი განწყობით ჩამოდიან პირველივე პროცესზე. საბაჯიქია ციხეშია უკვე თითქმის 7 თვეა. განაჩენით კიდევ 4 წელი უნდა დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელი, რომელსაც აქციაზე ფეხი ჩაარტყეს, ამბობს, რომ არანაირი დაზიანება არ მიუღია. ჯიქია, რომელიც 19 წლის ციხეში გახდა. ვერდიქტის გამოცხადების მომენტიდან პროპაგანდის სამიზნეა. პროსახელისუფლებო მედია მას აბრალებს იმას, რაც ბრალში არც კი ფიგურირებს და სასამართლოში არც პროკურატურას უმტკიცებია, რომ ბრალდებული თავს სპეცრაზმელს დანით დაესხა. ამის შესახებ სახელმწიფო ბრალდება საქმის მოგების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშიც კი არაფერს ამბობს. ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ფეხი დაარტყა ძირს დავარდნილ პოლიციელს. მას ბრალდება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენა ბრალდებაში. განაჩენის სხდომათა დარბაზში დღეს ჯიქიას საქმის პროკურორს არ მოусმენია. სხდომას მისი კოლეგა დაესწრო, იმის გამო, რომ თამარ იაკობიძე შვებულებაშია. მოულოდნელ ცვლილებას, რის გამოც სხდომა დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლემ ზღვარგადასული უწოდა. 19 წლის ბრალდებულის პროკურორი შვებულებას მისი Instagram ფოტოების მიხედვით სავარაუდოდ ესპანეთში ატარებს. მოსამართლემ ჭედლიშვილმა საბაჯიქიას გასამართლების შემდეგ მეზობელ დარბაზში გადაინაცვლა. ის იხილავს 8 პატიმარი დემონსტრანტის ერთობლივ საქმესაც. ბრალდებულების ოჯახები დღევანდელი ვერდიქტის შემდეგ საკუთარი ოჯახის წევრების განაჩენშიც დარწმუნებულები არიან. ჩვენ უფრო ძლიერდებით, მიუხედავად იმისა, რომ გული შინაგანად გვტკივა და გვენანება ეს ბავშვები, რისთვის ადამიანებს საიდან სად უშვებენ, რანაირ კოლელებს და ვიღაცას იარაღი აღმოუჩინეს ვიღაცა და რა დააშავეს ამათმა ესეთი, რომ 5 წელი თურმე ციხე უნდა მოიხადონ. არ მოიხდიან 5 წელი, დამთავრდება ეს სასამართლოები, ჩვენ ჩემშვილსაც მიუსჯიან და მერე გვიყურონ ჩვენ ამათმა. რასაც ვიჟამ, ძალიან შეცდენ, რომ ჩემი შვილი დაიჭირეს და მე ვარ გარეთ. იმაზე ძლიერი ვიდრე თორნიკია. დღეს საბა იყო ძალიან მხნედ, სიტყვაც თქვა. ძლიერი ბიჭები არიან და ამისთვის მადლობა ბიჭებო თქვენ. იცით რომ არც 4 და 5 წელი იქნებით ციხეში, ასე რომ რეჟიმი დიდხანს ვერ არსებობს და მალე დასრულდება რუსეთის დამპალი იმპერია. 8 ბრალდებული საქმეზე დღეს კიდევ 2 მოწმე გამოკითხეს. პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მოყვა, რომ აქციებზე უწყების 2 შკოდა დაზიანდა და სამინისტრო 15,000 ლარით დაზარალდა. და თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელიც, რომლის ჩვენებითაც ნაგვის ურნების დაზიანების გამო ზარალმა 147,000 ლარი შეადგინა. არც ამ მოწმეების ჩვენებებით და არც სხვა მტკიცებულებებით ამ ნივთების დაზიანებასთან 8 ბრალდებულიდან არც ერთის შემხებლობა დგინდება.